მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო გიორგი მეხუთე ბრწყინვალეზე და მონღოლთა ბატონობის დასასრულზე. მოკლედ, მე-14 საუკუნის დასაწყისისთვის მონღოლთა ბატონობამ საქართველოს მძიმე დაღი დაასვა. რას ნიშნავს მძიმე დაღი? როდესაც ამ ორ სიტყვას ვახსენებთ, იქ ცხადია პროგრესზე საუბარი არ არის. პირიქით უნდა ვისაუბროთ რეგრესზე, რაც დამპყრობელმა ხალხმა შეუქმნა საქართველოს. ცენტრალური ხელისუფლება მოიშალა. ასევე ცალკეული დიდებულები, რომლებსაც გარკვეული ტერიტორიები ჰქონდათ სამართავად, ცდილობენ, რომ იმ ტერიტორიებზე გაზარდონ თავიანთი გავლენა და სამეფო ხელისუფლებას არ დაემორჩილონ. ან ფაქტობრივად ცდილობენ დამოუკიდებლობას და მეფის ხელისუფლებისგან განდგომას. ეს ცხადია საქართველოს კარგ ვითარებას ვერაფრით ვერ შეუქმნის. რა არის სახელმწიფოს ძლიერების საფუძველი, როდესაც ძლიერი ცენტრალიზებული მმართველობაა? ექვემდებარებიან მეფეს, მართავენ მისი აზრით და მის მიმართულებებს იზიარებენ. შესაბამისად, საქართველოში იმ პერიოდში, ანუ მე-14 საუკუნის დასაწყისში, ასეთი ვითარება არ ყოფილა. შემდგომ უკვე 1316 წელს ილხანთა ყაენი ხდება ვინმე აბუ საიდი. თუმცა ქვეყანას ფაქტობრივად განაგებს პირველი ვეზირი ჩობან ნოინი, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს გიორგი მეხუთეს. გიორგი მეხუთე იყო დემეტრე მეორე თავდადებულის ვაჟი და სამცხის მთავრის ბექაჯაყელის შვილიშვილი. თქვენ იცით, რომ დემეტრე მეორე იყო ბექაჯაყელის სიძე. დემეტრე მეორე და ნათელა იყვნენ დაოჯახებულები და მათ შეეძინათ შვილი გიორგი. და გიორგი მეხუთეს ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა ჩობან ნოინთან. მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და ჩობან ნოინი მას ტახტზე ასვლაში ეხმარება ბავშვებო. შემდგომ უკვე გიორგი, როდესაც ტახტზე ადის, ის იმ პოლიტიკას კი არ მიმართავს, რომ ამბოხდეს, მონღოლებს ბრძოლა გამოუცხადოს, დაუპირისპირდეს. არა, ის ირჩევს დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას და განხორციელებას. თუნდაც იმ მეგობრული ურთიერთობით ის რას ცდილობს, რომელსაც ჩობან ნოინთან ინარჩუნებს? ცდილობს, რომ შემდგომ განსახორციელებელ საქმეებში ხელი არ შეეშალოს. აი ნახეთ რას გულისხმობ. ჩობან ნოინი მას აძლევს გადასახადების აკრეფის უფლებას. თქვენ იცით, რომ ქართველებს მონღოლებმა 14 სახის გადასახადი დაუწესეს, რომელსაც იხდიდნენ. და ამ გადასახადების აკრეფა, როდესაც გიორგი მეხუთეს ევალება, ის ხომ ცხადია მონღოლებისგან განსხვავებით შედარებით რბილად აკრებს ამ გადასახადებს. თუ ისინი პირობითად ორ მაგს ართმევდნენ, ქართველები მასზე უკვე აღარ გადაიხდნენ გიორგი მეხუთესთან და აქედან გამომდინარე ცოტა ამოასუნთქა ქართველი ხალხი გიორგი მეხუთის მიერ აკრეფილმა გადასახადებმა. ამ პროცესზე ვსაუბრობ უშუალოდ. ჩობან ნოინი იყო ერთგული აბუ საიდისა, თუმცა მას დასწამებენ ღალატში ცილს და ამ ამბავს მიუტანენ აბუ საიდს, რის გამოც ჩობან ნოინს აბუ საიდი კლავს. ამის შემდეგ სიტუაცია იმდენად ირევა, რომ ვეღარც ასწორებენ, რომ ილხანთა საყაენო ფეხზე წამოაყენონ და გამართონ. შესაბამისად, ილხანთა საყაენო იწყებს ბავშვებო დაშლას და ამ საგარეო ვითარებით სარგებლობს გიორგი მეხუთე და როდესაც დაშლის პირას მდგომს ხედავს, შესაბამისად იწყებს, რომ ეს ყველაფერი თავის სასიკეთოდ გამოიყენოს და საშინაო ვითარება მოაწესრიგოს, რომელიც არეულია. ახლა ნახეთ რას აკეთებს. გიორგი მეხუთე შეკრიბავს ცივის მთაზე კახეთ-ჰერეთისა და სომხეთის ერისთავებს, რომლებიც მას რეალურად ეწინააღმდეგებიან და მათ მოკლავს.
როდესაც ქვეყნის ხელისუფლებას ყავს მოწინააღმდეგე პირები, იქ ხომ ცხადია, რომ პროგრესის წარმართვაში მეფეს ხელი შეეშლება, ხო და შესაბამისად, როდესაც მოწინააღმდეგეებს მოკლავს, შემდგომ უკვე იწყებს ნელ-ნელა წელში გამართვას. ასევე მინდა გაგახსენოთ ერთი ფაქტი. დავით მე-7 ულუ იყო ლაშა გიორგის ვაჟი, დავით მე-6 ნარინი იყო რუსუდანის ვაჟი. დავით მე-7 ულუ სიბაზე დგომისას გარდაიცვლება, ხოლო დავით მე-6 ნარინის ვაჟები დაუკვირდით არიან დასავლეთ საქართველოში, აი როდესაც ორმეფობის პერიოდი იყო. დავით ნარინი გადადის ქუთაისში, დავით ულურჩება თბილისში და სწორედ კონსტანტინე და მიქაელი, დავით ნარინის ვაჟები, როდესაც დასავლეთ საქართველოში არიან, მათ რაღაც დაპირისპირება მოუვათ ერთმანეთში და როდესაც მიქაელი გარდაიცვლება, ამ ფაქტს თავის სასარგებლოდ იყენებს გიორგი მე-5 და იქ ჩადის, რომ დასავლეთ საქართველო ქვეყანას შემოუერთოს. ამასაც წარმატებით ახერხებს და უკვე შემდგომ დაუკვირდით რა ხდება. დრო ხომ იდის, გარდაიცვალა ბექა ჯაყელი, ანუ გიორგი მე-5-ის ბაბუა და შემდგომ უკვე სამცხის ერისთავობაზე პრეტენზიას აცხადებს მეფის ბიძაშვილი სარგის ჯაყელი, რომელსაც გიორგი მე-5 მიანიჭებს ათაბაგობის და ამირსპასალარობის წოდებას და ამით იგი მის გულს იგებს, ანუ სარგის ჯაყელის გულს იგებს. და შემდეგ ამ ფაქტით მაინც ათაბაგობა და ამირსპასალარობა რომ უბოძა, სამცხე მაინც ცენტრალურ ხელისუფლებას დაუქვემდება რა. იმ თანამდებობების მიცემით მისი გული მოიგო, ანუ სარგის ჯაყელის გული. ქვეყანაში რომ არეული სიტუაცია იყო, იმას რომ მივაქციოთ ყურადღება, მოშლილი იყო სასამართლო სისტემა. გიორგი მე-5 სპეციალურად მთიელი ხალხისთვის ქმნის კრებულს, ანუ ესე იგი კანონთან მნიშვნელოვანი კრებული იყო, რომელსაც ძეგლისდება ეწოდებოდა და ამ ძეგლისდების შექმნამ და შემოღებამ საკმაოდ გააუმჯობესა ვითარება საქართველოში. შემდგომ უკვე ქვეყნის ავტორიტეტი, როდესაც გაიზარდა, ამ ფაქტს მოწმობს ის, რომ რომის პაპ იოანე 22-ის ძალისხმევით კათოლიკური საეპისკოპოსო გადმოვიდა სმირნიდან თბილისში და სწორედ ამ კათოლიკურ საეპისკოპოსოს სათავეში ჩაუდგა იოანე ფლორენციელი. გიორგი მე-5, როდესაც ამ საქმეებს ახორციელებს, ასე რომ ვთქვათ, არ ივიწყებს საგარეო ვითარებასაც იმ მხრივ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც არის ჯვაროსნული ლაშქრობები. ჯვაროსნული ლაშქრობების ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის წამოწყების იდეა მასაც ჰქონდა და როდესაც მას კარგი ურთიერთობა აქვს საფრანგეთის მეფე ფილიპე მე-6-სთან, ერთად დაისახეს ჯვაროსნული ლაშქრობის წამოწყების იდეა, თუმცა ეს განუხორციელებელი დარჩა, ვინაიდან ევროპაში მიმდინარეობდა 100 წლიანი ომი. თუმცა წმინდა მიწაზე ქართველების ავტორიტეტი მაინც იყო შენარჩუნებული. ამას მოწმობს ის, რომ სულთანმა ალ-ნასირმა გიორგი მე-5-ს გადასცა ქრისტეს საფლავის გასაღები. ეს დაიმახსოვრეთ აუცილებლად, მნიშვნელოვანი ფაქტია. მონღოლებს ასევე, როდესაც საქართველო გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში ყავდათ შეყვანილი, მას ჩამოაშორეს მუსლიმური ტერიტორიები, რანი და შირვანი. წინა ამბავს გახსენებთ, რაც მოხდა და ეს რანი და შირვანიც გიორგი მე-5-მ შემოიერთა და წარმატებით დაასრულა მათი შემოერთების საქმე. თუ შევაჯამებთ გიორგი მე-5 ბრწყინვალეს განხორციელებულ საქმეებს, მას საკმაოდ ჭკვიანური პოლიტიკა ჰქონდა, დიპლომატიური ნაბიჯები ჰქონდა, რაც აისახა კიდევაც საქართველოზე. მან მონღოლთა უღელი სამუდამოდ გადააგდო ქვეყნიდან და მის მიერ განხორციელებული საქმეების გამო მას გიორგი ბრწყინვალე შეარქვეს.